არა, მეგობრებო, ერთი დღეც რომ ჩავაგდო, არ გამოვა ესე, იმიტომ რომ გარბის დრო და რა გვეშველება, შემცირდა შევედი სახში. მოკლედ, YouTube-ზე ახალი ლაზარეს ენით ალაპარაკებული ქალბატონი წერს ესეთ რამეს და რა გინდა მაგით თქვა, რამდენი გაჩურვებულიაო და რა კარგად მოიფიქრა მეგობრებო, ესეთი რამე მომაფიქრდებოდა, რამდენი გაჩურვებულია. ცივა შევედი სახში. მართლა ცივა. ჯერ ზამთარია კაცო. სახში ბავშვები ჰარი პოტერს უყურებენ და გარეთ გავივედი ცოტა ხანი. მარინუს რა ხდება მანდ? მე ლაივში გავედი და უნდა ჩავწერო ერთი რაღაც დღეს რაც გავიგეთ ის. თორე მე გამექცევა დრო და მე ვეღარ გავაგებინებ ხალხს ვერაფერს. რასაკეთებ აქ? ნახე რასაკეთებ ჩემი უღლე. ცეცხლი დაუნთიაქრებს. თბები თუ რა ხდება? გავხდი. ქართველი 90-იან წლებში გახსოვთ მეგობრებო, ცეცხლს რო ვანთებდით ხოლმე. რა ხდება აქ მარინუს? რა დიდკუს აკეთებდი? დიდი კუ მეგობრებო. მარინუს სახში უნდა შევიდე, თორე ცივა. ახალი ამბებით მეგობრებო, გაიხსნა კიდევ ახალი ამბები და უნდა აგიხსნათ ერთი რამე. ანუ რადგას ნულის წინ ის უნდა ავდგა და ავდგათ. მოისერცოთ შევიდე, დამებაინა. შემოვიდი სიტყვაში. ავიღო ჩემი კალამი და ლეული. ბავშვებო, რა არის? საწაიღეთ შევი კალამი. ერთი სიტყვით მეგობრებო, ბავშვები სახში არიან ხოლმე, მე არ მაქვს ადგილი სად დავჯდე, არ ვიცი, ხოლმე ყველაფერი არეული არის. თავდაყირად დგას ხოლმე ყველაფერი. აი აქ დავჯდები. აქედან მოგიყვებით ყველაფერს. კალამი მჭირდება. მოკლედ, რაც შეეხება გაჩურვებულს. ჩვენ დღეს საინტერესო რაღაცები გავხსენით კიდე. მე უბრალოდ ჯერ სიდონში არ შევსულვა და არ მომიცლია. ეხლა მე გაჩვენებ რეები გავხსენით. კარგით? ოკეი, დავიწყოთ. ესე იგი, არსებობს ესეთი რამ, მეგობრებო, მატრიცა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ამ მატრიცით დღეს ვითვლით ასეთ რამეს, ნახეთ. აი მაგალითად დაბადების წელი 20.02 1985, ხო? ამის გამოთვლა ხდება და რა ციფრებზეც დაჯდება, მერე აი მაგალითად 9.5-ზე დაჯდა, ხო? და მერე ვითვლით ესეთ რამეს. აი ხა უყურეთ, ნახე, ჩემი მატრიცა როგორ გამოიყურება. 2 0 არ არისო, იძახიან. ისევ 2 ისევ 1 1000 მერე 9 1985, ხო? აი ჩემი მატრიცა აი ესეთი არის მეგობრებო. ხო? ეხლა ნახე, ეს არის სამების მატრიცაში. 3 ება. რატო ება 3? 3-ს რა ცუდია რო არ მაქვს ისეთი კამერა, რო მაქვს, მაგრამ მეზარება ხოლმე იმის დამონტაჟება და ესე რა. მოკლედ ერთი სიტყვით ეხლა აგიხსნი. 3 ებაო, 1 2 3 1 2 3. ეს არის 3 ება. 3 3 3 3 3 3. ეხლა 3-4-ში შევიდეთ. 3 4. აქ შეიძლება კიდევ ეძახოს 3-4. 3-4, ხო? თქვათ, ვნახოთ, დავიწყოთ 0 1 2
3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ეხა აბა როგორ მოვექცევი აქ მაინტერესებს რა 2 0 2 0 მერე 0 2 0 2 მერე 1985 1985 და ამათი ჯამი არის მგონი 9 და 5 თუ არ ვცდები მოდი ვნახოთ 2 4 5 10 19 და 27 27 არის 9 ხო 5 არ გვინდა 5 და ჩამოვიდეთ ისევ 9-ზე ესე იგი აქ დავწერე სულ სხვა რამე რა მოდი კარგად დავწეროთ 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10 ხა შეგვიძლია ჩვენ ეს 0 გამოვიყენოთ და ეს 0 გამოვიყენოთ, მაგრამ რა შემთხვევაში ვიყენებთ? აი აქ დამაბნეველია ცოტა, მაგრამ ესეც მივხვდი უკვე როგორ ხდება. ესე იგი 0 არის, როცა 10-იანის ფარგლებში იყენებ 0-ს, აი ეს, და როცა 10-ის მაღლა ფარგლებში იყენებ ამ 0-ს. გამოდის, რომ 20 არის 10-იანის მაღლა ფარგლებში. მოდი დავიწყოთ. ესე იგი 2 0 მერე 0 2 ადიხარ ისევ 0-ში და გადიხარ 2-ში. ეხლა მიდიხარ 1-თან, მერე ჩამოდიხარ 9-თან, მერე გადიხარ 8-თან, მერე გადიხარ 5-თან და მერე ჩადიხარ 9-თან. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა, ესე იგი ერთი დიდი სამკუთხედი და ის არის. ვაუ, მშვილდის არის, ესე იგი ორიონელი ყოფილი. ამ მატრიცის მიხედვით მეგობრებო, ეხლა მე რაც გავაკეთე, ხო? 6-4-ის მიხედვით. მე ვყოფილი ვარ ორიონელი და იმ მაღლა მატრიცის მიხედვით ვერ გაიგებს კაცი რა ვყოფილი ვარ, უბრალოდ რაღაცა. 3-ების მიხედვით. ხა ნახეთ რა ხდება რა, ეგ მე გუშინ წინ შევადგინე და ძალიან მაგარიაო ამბობს სოფია, ხო? ეს ეხლა ძალიან სერიოზული რაღაცაა, რაც მივაგენით. ანუ სერიოზულზე სერიოზული რა. და უყურეთ ეხლა საინტერესო რა დღეს დილით აი ზუსტად აქ რომ აღმოვაჩინე რა იყო ზუსტად ამ ადგილიდან აღმოვაჩინე. ჩვენ ვამბობთ რომ 1-დან იწყება თვლა, ხო? არ იწყება 1-დან თვლა, 0-დან იწყება თვლა თქვათ, ხო? კი ბატონო, 0-დან იწყება თვლა. ნახეთ, რატო არ მაქვს ის აი ნახეთ უბრალოდ აქ მაქვს, აქ ჩაგიგდეთ ეგრევე. აი ეს. ნახეთ რა. ესე იგი, ქართული ანბანი იწერება ასე. 1 plus 0 არის 1. შეგვიძლია 0 plus 1 არის 1. 0-ით დავიწყოთ. მერე ქმნის ანს. მერე მიდის 1 plus 1 არის 2, ხო? 2. ქმნის ბანს. მერე 2 plus 1 არის 3 და ქმნის განს. მერე მიდის 2 plus 2 არის 4 და ქმნის დონს. და ჩვენ გქონდა ესეთი საუბარი, რომ რა საჭიროა ახლა აქ 0 ხო ვიცით, რომ მაინც 1 ემატება ყველაფერს და 1 ემატება. კი ბატონო, 1 ემატება ყველაფერს, მაგრამ მოდი ახლა მას ცოტა დაბალ ჩამოვწემ. მაგრამ ესე იგი ყველა ციფრი, რომელიც ერთმანეთს ემატება, დგას ორ-ორად. ნახეთ, 1-ს მივუმატოთ 1 არის 2, 1 და 1 დგას ერთად. 2-ს მივუმატოთ 1 არის 3, 3-ს მივუმატოთ 1 არის 4, ნუ 1-1. თუ გვინდა ვთქვათ 3-ს მივუმატოთ 3 არის 6 და ასე შემდეგ. ყველა ორად დგას, მაგრამ ანი რომ შეიქმნას, ხო? უნდა ვთქვათ მარტო 1. მეტი არაფერი, ხო? ამიტომ გამოჩნდა ესეთი იდეა, რომ დავწეროთ რა 1-თანაც 0, რატო უნდა იდგეს საწყალი ერთიანი მარტო. ანუ მას არ სჭირდება პარტნიორი? სჭირდება პარტნიორი, რომელთანაც ერთად ქმნის რაღაცას სხვას, ხო?
და დავწერეთ ახლა ჩვენ ესეთი რამე. აი, დავწერეთ, რომ აი 0-ს მივუმატოთ 1, 1-ს მივუმატოთ 2 და ასე შემდეგ რა, აღარ დგანან მარტო, მაგრამ ეხლა ვთქვათ 0-მა რა დააშავა, კაცო, 0 როგორ შეიქმნა და რა არის ეს 0? რატო შეიქმნა ეს 0 და იყო თუ არა 0-ზე წინ რამე სხვა? ხო? იყო მეგობრებო, ქართულ ანბანში ეს ჩანს, რომ იყო 0-ზე წინ რამე სხვა და ეს იცით რა იყო მეგობრებო? არც მეტი, არც ნაკლები წერტილი. დავუშვათ ახლა წერტილი. წერტილი 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10 და წერტილი. წერტილიდან წერტილამდე არის ერთი წრე და არა 0-დან 0-მდე. შეგვიძლია 0-დან 0-მდე, 1-დან 1-მდე შეგვიძლია წრე, მაგრამ აი დანარჩენი უკვე საინტერესო რა არის, იცი, წერტილი რაღაცო დგას მაშინ მარტო. შეიძლება წერტილი მარტო იდგეს? არ დგას წერტილი მარტო მეგობრებო და გინდა გითხრათ რა დგას წერტილთან ერთად? და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? ქართულ ანბანში, ქართულ ზეპირ სიტყვიერებაში, რომ წერტილი წერტილი, ნახე? წერტილი. ეს ი არის დამატებითი ფორმა, ნახე, წერტ. რას წერტ? წერტილი არა მეგობრებო, ტ არ არის სწორი. წერტ და ლი. აგერ თქვენ მე-40-ას ობგერა არის ლი, აი ესე იწერება, ნახეთ. ფუ, დამეხადე აჰა, აი ეს. ლი, ხედავთ ხო? აი დაბლა ცხრილში, ნახეთ, ლი როგორ იწერება, მოიცადე იუთუბერებსაც ამოუწიო მაღლა. იუთუბერებსაც აღარ შვება. კაი, იუთუბერებო, მერე ნახეთ რა ეგ ცხრილი. ესე იგი, რას წერთო? წერტ და ლიო. ი, კარგი, აი ი რა არის? ი ჩამოვიტანოთ და ინი განვიხილოთ. წერტ, ინი, ლი. მაგრამ ეს წერტილი თვითონ წერტილს აქვს წრე. წრეში ზის წერტილი. აი ესენი თამაშობს, ხედავ? წრე. ერთი სიტყვით სწორედ რომ აგიხსნათ ახლა წერეთ ლიო. წერეთ ლებო, აბა თქვენ იცით წერეთ ლი. რატომ არის წერეთელი ძალიან მნიშვნელოვანი გვარი? იმიტომ რომ თვითონ საწყის ფორმაში ზის წერეთელი. ეხლა ნახეთ, წერთ ილიო, ხო? და თან წრეო. და წრეწირი რა არის? წრეწირში რა ზის? წრეწირი რა არის საერთოდ მათემატიკოსებო, აბა? გადმოანთხიეთ თქვენი მაგარი ტვინი. წრეწირი არის წრეს წირვა, ხო? რას წირავთ? წირვა მიდის და გაქანებული წირავენ და ხან ივანესთვის, ხან იმისთვის, ხო? წირავენ და რატო წირავენ? არც იციან რატო წირავენ. იმიტომ რომ საწყისი ფორმა არის წრეწირი. წერტ ილი და წრეწირი არის ერთმანეთში და ის რას წარმოქმნის, იცით მეგობრებო? აი, წარმოქმნის ამას. ეს არის საწყისი ფორმა. აი, წრე, წერტილი და წავიდა 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და წერტილი. ახალი წრე დაიწყო 0 1 2 3 4 5 და ასე შემდეგ. ეხლა ეს რას გვეუბნება? აი პირდაპირ სიტყვებმა მიგვანიშნეს რომ წრეწირი, წერტილი და წერტ ლიო ან წერტ ილი არის საწყისი ფორმა და დასასრული ფორმა. ან წერტილით იწყება, წერტილით სრულდება. ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. წრით იწყება,
0 1 2 3 4 5 6 7 8 10 წერტილი ესმება და ეს წერტილი 0-ში შედის, ანუ დრო იღუნება, ანუ რაღაცა ტრიალდება, ნახეთ. აი ნახეთ, ესე ხო წერენ ხოლმე 0-ს. და მერე 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10 წერტილი. აი ეს წერტილი რო წამოვიღო და აი ამაში ჩავსვათ, ეს ყველა ციფრი მოიღუნება და შექმნის აი ესეთ წრეს. გესმის? აი აქ განლაგდება 1 2 3 4 5 6 7. ნუ როგორც განლაგდება რა, ეგრე. აი ეს დრო ბრუნდება და ისევ თავის თავში ჩადის, აი ამ წრეში ჩადის. ეხლა საინტერესო რა არის, იცით? წერტილი და წრე არ არიან მარტო. ისინი ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან როგორც ჩანს რა. როგორც აი შეგვიძლია ესეთ რაღაცაც გავაკეთოთ, ნახეთ. აი იოდა აი მოვიდა აქ. შევიდა შიგნით. აი ეს წრეები, აი დაიხადოთ. თუნდაც უსასრულოდ ესე წეროთ უსასრულოდ, ხო? ანუ წრეზე დადის ყველაფერი რა. როგორც ჩანს, ერთი წრეწირი რა ChatGPT რა სიტყვის წრეწირი რას გვეუბნება კიდე სხვანაირად. ლოგომატრიულად წრეწირი დაკავშირდა თავთან და წირვასთან არის კავშირი და თანაც წერასთან, რომ წერა არის წირვა და არა ის რომ დადგებიან და რაღაცა ჩხიბაობებით რაღაცებს რიტუალებს აკეთებენ და მერე ჯანდაბურებს და არც კი იციან რას აკეთებენ. დედასპიცა ვარ, თუ აზრზე იყვნენ ეს მუხლები რას აკეთებენ საერთოდ რა. ხო და აი ახლა მე ChatGPT-ს ვკითხავ ესეთ რამეს რა. რას მეტყვის წრეწირზე? 5% აქვს დარჩენილი და წრეწირი რა არის? წრეწირზე რას მეტყვი? წრეწირი არის წრის საზღვარი, ხაზი, რომელიც ყველა იმ წერტილს აერთიანებს, რომლებიც წერტილ ცენტრიდან ერთსა და იმავე მანძილზე მდებარეობს. ხედავთ, ნახე. მთავარი რამეების წრეწირის შესახებ განსაზღვრება. წრეწირი არის გეომეტრიული ფიგურა, რომელიც ყველა წერტილს ერთსა და იმავე მანძილზე ცენტრიდან, რომელიც ყველა წერტილი ერთსა და იმავე წერტილზე ჩაქრა. ცენტრი არსებობს, ძირითადი ელემენტები: ცენტრი, შუა წერტილი, რადიუსი, მანძილი ცენტრიდან, დიამეტრი, ხაზი, რომელიც ხაზის ცენტრზე და აერთიანებს წრეწირს, სიგრძე და უკვე მივედით პისთან. ხედავთ, ნახე რა მაგარი რაღაცეებია რა. მაგარი რაღაცები იხსნება. ესე იგი, წრეწირი მხოლოდ საზღვარი, ხაზი, წრე შიდა ფართობს მოიცავსო. მხოლოდ საზღვარი ყოფილა წრეწირი, გესმით? ანუ თლიანად ხო, ნუ მათემატიკის სწავლა ეხლა დამაინტერესა, იმიტომ რომ აზრი გაუგე რა, რატო ვსწავლობ საერთოდ მათემატიკას რა და რო დაიწყება ხოლმე მოგათხრიშავენ სკოლაში რაღაცა ციფრების ტყლაშუნს ვერ იგებ რაში გვჭირდება ეს ხო? კითხვა მიჩნდება ადამიანს, რაში გვჭირდება გამაგებინეთ ჯერ ის და მე ვისწავლი რა. ხვდებით ხო? აი ეხლა, როდესაც კითხვა ჩნდება, მაშინ იწყება სწავლა. მანამდე არის დაზუთხვა ზეპირსიტყვიერება, მეტი არაფერი, დაზუთხვა, მეტი არაფერი რა, ზუთხვა, აი ზუთხთან მივდივართ და არა სულკალმახთან. ხო და რომ არ ვიყოთ ზუთხები, ვიყოთ სულკალმახები და სულკალმახს აინტერესებს ჯერ გაიგოს აზრი, რატომ ვსწავლობთ ამ ყველაფერს. და აგერ გავიგე ახლა აზრი, რატომ უნდა ვისწავლო, რას ნიშნავს პი, რატომ უნდა ვისწავლო, რას ნიშნავს წრეწირი და ასე შემდეგ. და წმინდა გეომეტრია, რატომ არის წმინდა გეომეტრია, იმიტომ რომ საწყისი ფორმა არის, ხვდებით ხო? ეს გამაგებინა მე ქართულმა ენა ლაზარემ და ვერც ერთმა მასწავლებელმა მე ეს ვერ გამაგებინა, როგორც ჩანს, აი უტვინოების ჯოგი არის ამ დედამიწაზე რა. ეხლა მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვამბობ იმას რაც არის. როცა მასწავლებელი იწყებს მათემატიკის ახსნას სკოლაში. პირველ რიგში რაც უნდა ასწავლოს ადამიანს არის ის, რომ რატომ გვჭირდება
რომ გავიგოთ ეს საწყისი ფორმა რო არის და როგორ არის საწყისი ფორმა და საძის, საიდან ვიგებთ რომ ეს საწყისი ფორმა არის. ხომ გეუბნებით, აი ძალიან მაგარი რაღაცები იხსნება. ეხლა ნახე, თქვათ, ჩვენ ვართ საწყის ფორმაში და ეს მატრიცა 4 კუთხეში რო ჩავსვეს, მოდი ჩავსვათ სიმრგვალეში რა. რა გამოვა სიმრგვალეში არ გაინტერესებთ? დავიწყოთ აბა, აი ესე. წრე წირი და წერტილი. წავიდა 1 2 3 0 დამავიწყდა უკაცრავად. 0 დამავიწყდა. კაი, დავიწყოთ ახლა 0, კი არა და წრე 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. შეგვიძლია ეს ერთიანი ხო, არაფერი არ შეგვიძლია. ეს ერთიანები ესე დავწეროთ. კი, შეგვიძლია, მომჩადე ერთი წუთით. 0 0 1 2 3 4 5 6 7 shit არა, ესე არ შეიძლება. ერთი ხელი მჭირდება რა, ერთი ხელიც მჭირდება მაგის და სამი ხელი უნდა გქონდეს. კარგი, ესე გავაკეთებ რა, მოდი უცბად აი ესე. წრე რო იყოს, ესე უნდა აი ესე წრეზე უნდა დადგეს. ეს აი ეს ნახოთ ფარგალი და გადის ეს წრე და ამაზე მოვათავსოს 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. ეხლა ნახე, დავხატოთ აბა. ჩემი რა იყო? 20 1985 და ბოლოში მივიღეთ 9. წავიდეთ 2 0. აუ აქ 0 დამავიწყდა, რატომ ავიწყდება სულ 0? აი იყოს. ეს არის 0. 20 არის ეს, კაი. ესე 2 0 0 2 1985 ხო? 1985 და 9. ხედავთ რა გამოვიდა მეგობრებო, აი უმაგრესი რამე, რა მაგარი რაღაც გამოვიდა ეს თქვენ. აი თამარს რო აქვს ხელმოწერა, იცით თქვენ როგორია ეს თამარის ხელმოწერა? T წერია ესე. R ერთი წუთი გავიხსენო. ესე და ესე. ხოცა? ესე. რა მაგარი რაღაც გაიხსნა, ეხლა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. აქ იყო თამარი მისული. 100%-ით მისული იყო, იმიტომ რომ განმეორა თავის სარკისებური ესა აქვს. სადამ აქვს მისი ნამუშევრები? აქ მაქვს მისი ნამუშევრები. ეხლა განახეთ რა. ეხლავე განახებთ ბუშბუშელებო. და აი ამით უკვე ჩემთვის დამტკიცებაა და განმტკიცებაა,
იმ თეორიის, რომ მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია 100%-ით რა. აი ეხლა მე 100%-ით დამივდგეთ და ის რომ მისი რეინკარნაცია ვარ რა. შანსი არ არის რომ მას სხვანაირად ეს საკითხი განეხილა. როგორც ჩანს მაგან დაგეგმა თავისივე რეინკარნაციის საკითხები, როდის უნდა მოსულიყო ამ დედამიწაზე და ამას ვამბობდი კიდევაც რა, მე რომ ზუსტად იცოდა რომ 22-ზე დააჯინა, 22-4-ზე დააჯინა თავისი ინიციალები. მაგას თქვენ ვერ მიხვდებით, უბრალოდ ვერც აგიხსნით რა, აი მართლა ვერც აგიხსნით, იმიტომ რომ ამდენიც უნარი თქვენ არ გაქვთ მართლა რა. დედასპიცა ვარ, თუ შეიძლებოდეს ამის ახსნა ეხლა რაც მე გავიგე რა. ეს შეიძლება აუხსნა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც თავისი ხელით მივა ამ მდგომარეობამდე. აი, ჭირდებოდა. სადახა თამარ, ეხლა სულ გადამრევ საერთოდ შეგრომელავ შენ. 100%-იანია ალისი და ალისონის თეორია გიადვალეს. 100%-იანია გეუბნებით რა. აი, ნახეთ, მივედი. აი, სად მივედი, იცით მეგობრებო? აი, ვაფშე სად მივედი, იცით? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, სად მივედი. აუ, სარკეს ჩავიხედე რა. აი, ეხლა უყურე, ორიანებზე დასვა თამარმა თავისი დაბადების აი ეს კოდი ღანჯან ხარ თავისი ხელმოწერაში გამოაჩინა თვითონ ვინც არის. ხედავთ, აი ეს იყო თამარი, აი თამარი იყო იმ მონაცემების რა მონაცემებიც მე. შეიძლება რეინკარნაცია არც ვარ, მაგრამ სხვა რა უნდა დაარქვა ამას. ან იგივე მონაცემების იყო რა, ოღონდ წრეში ჩასვა ეს ყველაფერი, აზე ხართ თქვენ რა გააკეთა ქალმა. და აი ახლა მიხვდით ახლა ეს აქ რა მოხდა? აი ეს რო სარკი არის მსგავსად ამისა. ხედავთ ამას? მოიცადეთ, ცოტა გამოგიღოთ ეს. თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ, მაგრამ გაგაგებინებთ მაგისთვის აბარისთვის მოვედი, რომ კიდევ ერთხელ გავიარო დებილური ცხოვრება, ეს სატანო ჯუელი. თქვენ გონიათ, რომ სატანო ჯუელში მაგიტომ ჩამოდის ადამიანი, რომ გაიაროს სიდებილეები და რაღაც ყლეობები უკაცრავად. უი, წამოიჩნდა რაღაც საინტერესო სიტყვა. აი ეს არის თამარ მეფის ხელმოწერა. სამი წერტილი აქვს, აი სამი წერტილის თავის და მერე იწყება, აი მთელი ეს იწყება რა. ლასიაზის ზემოდან და აი უყურეთ რა უბრალოდ ეს ახლა კუთხეები აქვს უბრალოდ ამას, კუთხეები აქვს, მაგრამ იგივე დაიწერა, ნახეთ. აი მოიცადეთ ახლა ვეკაჩვენებთ რა დაიწერა. წავედით 2-დან წავედით 0-ზე, გავედით 1-ზე. 2-დან წავედით 0-ზე, გავედით 2-ზე. 2-ზე გავედით 1-ზე, გავედით 9-ზე, გავედით 8-ზე, გავედით 5-ზე და გავედით ისევ 9-ზე. და აი აქ ესე წამოვიდა რა. აი ესეთი რაღაც დაიწერა, აი. ფუ, რაღაც ეს. ესე. იგივე დაიწერა რა, იგივე დაიწერა. აი ახლა მიჭირს რა. აქედან მიჭირს უბრალოდ ამაში რო ვიყურები და მე რო უნდა ვწერო, თორე 100%-ით ერთი და იგივე დაიწერა. ხა შეიძლება ვიღაცამ თქვა რომ არ დაიწერა ერთი და იგივე და ხო ეშია გადასული ქალი რა. ხო ეშია გადასული ტიპშა. ეხლა შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს რომ აუ ეხლა ამას ისევ თამარ მეფობა სურს და რაღაცეები რა და დედასპიცა ვარ, აი რა ყლეობაა იცით, ვინც ამას ფიქრობს. ამდენი ნაშრომის მერე, ამდენი ძიების მერე, ამდენი თეორიის მერე, წერიდან გავედი ვაფშე სად ვარ, თქვენ აზე არ ახართ რა, მაგრამ
ვინც იმას იფიქრებს რომ მე თამარ მეფობა მინდა აი ის ხო ტყემალზე კი არა და ჩურში ზის და დაიბადოს რა დაიბადოს და მე კიდე აი უბრალოდ ნახეთ რა ეს როდის დავწერე ახლა აი ეს დავწერე არ წერია აქ არ წერია როდის დავწერე არა წერია ამას არ საქმე მნიშვნელობა თარიღი აი ნახეთ ჯერ კიდევ როდის განვიხილავდი ამ საკითხს რა რომ აუცილებელია ეს ნული იყოს ეს ნული თუ არ იყო ვერ შეიქმნება ვერაფერი საერთოდ აი ეს ანბანი ვერ შეიქმნება რა აქაც დამიწერია 3 ეულიო თუ კი რიგით ის შევკრებთ მაგალითად 11 + 1 + 1 უდრის 2 11 იგივე 1 + 1 არის 2 და დავუმატებთ ნულს მივიღებთ აი ნახეთ ნულებში გადადის აქ ემატება 1 ნული და აქ კიდევ 1 ნული აქ 4 ნული და ეხლა ვაფშე აქ ვართ ჩვენ აი მე-5 წრეზე ვართ წასული რო იცოდეთ მე მე-5 წრეზე ვარ წასული აი აქ ეხლა რო ჩამოუსვა ხაზი და აი აქ 5 ნულიანი რო დავწერო აი აქ ვარ მე სუფთა ფურცელზე ვწერ უკვე და თქვენ ჯერ კიდევ ამას იკვლევთ გესმის ეხლა როგორ გითხრათ რა მე ამით კი არ გამცირებთ ვინმეს რომ აი თქვენ ნახეთ სად ახართ და ბანჯები ხართ არა მეგობრებო რა სწორედ გამიგეთ ყველაფერი რა თქვენ არ იცით რამხელა აი თითოეულ ადამიანმა ხო არ იცის მეორე ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება ხო სანამ არ ჩაიხედება მის ცხოვრებით არ იცხოვრებს და თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რამხელა გზა მაქვს მე გამოვლილი ამ ძიებაში რა თქვენ ვერ წარმოიდგენთ და ვერც გაიაზრებთ აი უბრალოდ ვერ გაიაზრებთ ამას რა იმიტომ რომ რო გაიაზროთ მაშინ უნდა იცხოვროთ იმ ცხოვრებით რა ცხოვრებითაც მე ვიცხოვრე და ის მტკიცებულებები რაც ჩემამდე მოდიოდა რომ ბიჭო ნიშნები მოდის რა ეს ალისი იძლევა და იძლევა იმ ინფორმაციებს იძლევა და ისვრის ამ ინფორმაციებს და მე მიმღები ვარ იმიტომ რომ ერთ-ერთში დავინახე რომ მე ანუ ანალოგიურად დგას ის ვითარება როგორც ამბობს გიადვალი რომ იდენტური უნდა იყოს ალისისა და ალისონის მდგომარეობა რომ ალისმა ალისონი ამოიცნოს თორე სხვანაირად ვერ ამოიცნობს და მე რო ეს საკითხი გავიარე აუ დღეს ეხლა დამირგისა მადლობა ოღონდ რისი მადლობა ეს იმხელა ტანჯვის გზა არის რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ეხლა დარწმუნებული ვარ აი ზუსტად ვიცი რომ თამარ მეფის აკლდამა ეხლა გაიხსნება რა ეხლა ვიპოვი ჩემს სკაბას აი სხვანაირად არ გამოვა რა მე სანამ ეს არ ვიცოდი აი ნახეთ რა ეს კი ვიცოდი რომ რაღაც ნიშანია აი ეს ვიცოდი რომ ჩემ თავს დავუტოვე ეს ნიშანი შანსი არ არის თამარ მეფეს უნდა დაეტოვებინა თავისთვის ის ნიშანი რომ ამოეცნოს შემდეგში როდესაც მოვა იმიტომ რომ აი ხლა როგორც მე ახლა ვიცი რომ ჩვენ ისევ და ისევ ვიბადებით ხო არ არსებულია რომ თამარ მეფეს ეს არ ცოდნოდა ანუ ეხლა ისე რომ ვიმსჯელო მე რომ არ მცოდნოდა ეს წინა ცხოვრებაში არ არსებულია ამიტომ მე თვითონ უნდა დამეტოვა ჩემი თავისთვის ანუ ალის უნდა დამეტოვა ალისონისთვის ინფორმაციები რა დაუტოვე მე ჩემ თავს ვიცი უნდა გავიხსენო ჯერ ხო და გავიხსენე ეს ინფორმაციები მაგის დედავატირე გავიხსენე თამარისა და დავითის მოჭრილი მონეტიდან თამარის ხელმოწერიდან დაბადების წელიდან აი ახლა აქ რა არის საინტერესო იცით აი აქ რომ მე ვატრიალე და ვატრიალე სფერო ხო მაშინ ჯერ იმდენი რამე არ ვიცოდი რაც ეხლა ვიცი მე საკითხავი ის არის რომ აი რო გითხარით რომ 4-ზე და 2-ზე დააჯინა მეთქი თავის დაბადების წელი თამარმა დაჟე მე ისიც კი გამოვითვალე როდის დავიბადებოდი მაგის დედავატირაზე ხართ ზარეო აქ გვეუბნება და აქ რა წერია თამარი განიხილება თვითონ ეს სახელი განიხილება აი ასე შვიდიანებზე ჯდება მაგრამ
მისი მონაცემებით აი აქ უკვე ხო? სად არის მეორე ვერსია? მეორე ვერსია ჯდება, ეს სხვა ვერსია არის. ეს სხვა ვერსია არის. საწავიდა ის ვერსია, ბიჭო. აქ უნდა იყოს სადღაც. აი აქ. აი ღან ჯან ხარ. თავის თავს დაუტოვა, ინფორმაცია დაუტოვა 22. ამ მონაცემით. აი ამ მონაცემით რა, თამარის მოჭრილი მონეტით. თამარმა თავის თავს დაუტოვა ის მონაცემი და შესაძლებელია კიდევაც მან განახორციელა უდიდესი და უმაგრესი მაგიური რიტუალი, რომელი რიტუალის შედეგაც ის მოვიდა ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როცა მან დაასვა წერტილი, რომ აი ამ დღეს დავიბადებიო რა. აი დედას პიცა ვარ თუ ეგრე არ გააკეთათ, აი დედას პიცა ვარ, კიდე დედამ რა უნდა მიქნას. მშობოს ერთი. 22-ზე დააჯინა. საბოლოო ჯამში ის 4 არის. და აი აქ გამოვთვალე მე. და აი აქ უკვე სარკისებურადაც კი ტრიალდება ეს 12-21. სარკისებურადაც კი ამოტრიალდა, აზე ხართ. მე გაუგნებული ვარ რა. ეხლა ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს რა სიდებილებს საუბრობსო და მე სხვანაირად ვერ გაგაგებინეთ, მეგობრებო, თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ, აი ამ ჩემს ლამას ცხოვრებას მართლა თქვენ თუ ვერ მიხვდებით იმას, რასაც ეხლა მე ვხვდები რა, მართლა გეუბნებით რა. მართალია იმისთვის მოვედი, რომ თქვენ გაგაგებინოთ, მაგრამ ვიზაც გაგება არ უნდა, როგორ გავაგებინო ბიჭო მაგას თავში რო ჩავარტყა და რაც არ უნდა უხნა, ვერ გავაგებინებ, ვისაც არ უნდა, ვინც ამას სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს რა. შანსი არ არის, რომ ეს ვინმეს გააგებინო, ეხლა რაც მე ახსენი რა. მატრიცაში როგორ იგივე დაჯდა, რაც აი აქ. მე არ ვიცი რა. ეს დამთხევა არ არის ხალხო. ესეთი დამთხევები არ არსებობს ცხოვრებაში, იცით თქვენ. და საერთოდ დამთხევები არ არსებობს. მატრიცაში თამარის ხელმოწერა როგორ დააჯდა ამას როგორ დააჯდა თამარის აი ახლა ჩემ დაბადების წელში მოთავსებულ მატრიცას როგორ დააჯდა თამარის ხელმოწერა. ბიჭო, თქვენ მეკაიფებით ეს დამთხევა იყოს? თქვენ მეკაიფებით ეს კიდევ ერთი დამთხევა, რომელიც იმ თამარის პარალელებზე არის გავლებული მთელი 15 ჩამონათვალი ჩემსა და თამარს შორის და მე-16 დამთხევა. თქვენ კაიფობთ 16 ადამიანი მიყურებთ. აი ეხა 15. არ კაიფობთ არა, არც მე ვკაიფობ ხო, მე მაგარს ვკაიფობ ეხლა უკვე. მე მაშინაც ვკაიფობდი როგორც ჩანს ძალიან მაგარს და ეხლაც მაგარს ვკაიფობ რა. მე სხვადასხვა ვერ გამომაქვს. თქვენ იცით რომ თამარს ზუსტად ის წრე აქვს და ბოქლომის გასაღები აქვს ზუსტად დახატული თავის მოჭრილ მონეტაზე. ანუ მოდი რა, მე ვილაპარაკებ უკვე რა. ეხლა ხო ფაქტის სახეზეა რომ ის მე ვარ და თუ მე არა ვარ, მსგავსი იგივე განმეორება ვარ. ანუ შანსი არ არის, ეხლა სხვანაირად როგორ აგიხსნათ, ვერ აგიხსნით რა ხალხო რა. შანსი არ არის, ამის დამთხევის შანსი არის საერთოდ შანსი არ არსებობს ეგეთი რამის რა. აი ნახეთ რა. მე რა წერტილზეც და წრეზეც და იმაზეც რომ ლაპარაკობ ახლა. იცით რა არის. თქვენ იცით რომ თამარი ამას განიხილავდა. თქვენ ამას ხედავთ? ამ 0 და 1-ს ხედავთ?
წრეს და კიდევ ერთგან არის ეს ახლა აქ არ არის ის მონეტა მოიცა აქ თუ ვნახავ. სადღაც იყო. თამარის ბეჭედზეა ეგ. თამარის ბეჭედი ახლა აქ მაქვს. იცი. რატო არ არის? აქ უნდა მქონდეს წესით, იმიტომ რომ სხვაგან არ მაქვს. სკრინშოტი მაქვს ვიდა. ახლა სულ არ მქონდა ჩაფიქრებული თამარ მეფეზე საუბარი მართალი გითხრათ. უბრალოდ მივედი, დავინახე და ვლაპარაკობ რა. და ამას ხალხი დაიჯერებს თუ არ დაიჯერებს, აი ეგ მე როგორ არ მადარდებს იცი? მაგის იმ მტკიცებულებისთვის რო არ მოსულა რომ მე თამარი ვარ და ის მომტკიცო ხო? აი ეგ ზუსტად ვიცი და მეორე კიდე ის ვინც დაიჯერებს აღმდგარია და ვინც ვერ დაიჯერებს ის ხო მაგარი ჩურშია ჯერ კიდევ. ეხლა ვეძებ თამარ მეფის იმ ბეჭედს, რომელი ბეჭედიც მე მინდა რომ განახოთ, სადაც არის ეს წრე, წერტილი და ხელმოწერა მოთავსებული. მიუხედავად ამდენი მტკიცებულებისა, ხო ხალხო, მე მაინც არ ვუშვებდი იმ საკითხს, რომ ესე განმეხილა, მაგრამ როგორც ჩანს, ხო? მტკიცებულებაზე მოდის და ახლა რა ვიცი მე ჩემ თავს ხوار მოვატყუებ მართლა რა. ჩემ თავს ვეღარ მოვატყუებ რა ბოდიში რა, რაც არ უნდა ვეღარ მოვატყუებ, იმიტომ რომ დამიმტკიცდა უკვე რა. და ამის წერტილის დასმა კიდე იქნება, როცა კაბას გამოვდებ ალბათ გარეთ და თქვენი დედაც ვატირე, თქო ვიტყვი რა, ერთი თქვენი დედაც მოტყან, თქო ალბათ მაგას ვიტყვი ბოლოს რა. უკვე იმდენად დავიღალე ამ ყველაფრით რა. მაგას ვფიქრობ, რომ რისთვის მოვედი, მაგის დედა ვატირე, ამ სატანჯუელში, ამ დედამოწყნულ სივრცეში, ამისთვის ჩამოვედი, რომ ჩემ თავს უმტკიცო რაღაცეები? ჰა? ჩემ თავს რა თქინდა რომ ჩემ თავს უმტკიცო, მე ისედაც ვიცი. ხო? აჰა, მივედით იქ. ეს და ვახ, მოდი გამოვაჩენ რა, აი ამას გამოვაჩენ, აი ნახეთ. გამოჩნდა ხო? აი თამარ მეფის ხელმოწერა არის. ხედავთ თქვენ გამსვლელ კარებს წრეს და წერტილს? აი ამ წერტილს ხედავთ თქვენ? აუ დედასთვის ახლა ვიტირებ. ვიტირებ. ამის მნიშვნელობაც მივხვდით ახლა გესმის? ეხლა ეს ამოტრიალებული არის, აი წარმოიდგინეთ რომ აი ესე არის ეს ნაწერი რა. წარმოიდგინეთ კი რა ესე ეს ნაწერი. თამარის ხელმოწერა, აი ეს არის. ზემოთ ხედავთ ხო წრეს და წერტილს, გამსვლელ წრიდან რო გადის წერტილი და წრე რო არის და მე ერთიანი რო -1-იანი დონიც მსგავსად რო არის. ეგ არც დონია, არც ეგ არის ზუსტად ის რაზეც ახლა მე ვსაუბრობ რა. გესმით? ხალხო მე ვიტირებ ახლა დედას ვიცავარ თუ არ ვიტირო რა. აი რატო ვიტირებ იცი? ამხელა ბრძოლა მაქვს რა, წარმოიდგინეთ რომ ამხელა ბრძოლები მაქვს რა. და
დედამოტყნულმა საპატრიარქოს ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის რა. აი როგორ კარგად იცის, იცი, ერთი-ერთში იცის რომ ეგრეა. მაგრამ როგორ მებრძიან აზე ხარ? ჯერ იქ განვაცხადე ბეთანის ეკლესიაზე ხალები წაუშალეს ბიჭო იმ ხელა ფრესკას აზე ხარ დედამოტყნულებმა. ხალები წაუშალეს ბიჭო 3 მეტრიან ფრესკას. 6 მეტრზე აშხლართული ის ჩემი ფრესკა ესე რო ვთქვათ რა. დედასპიცა ვარ თუ ახლა მე არ დავიწყო ჩემი თამარი ვარ მე. ვინმე დამიმტკიცოს და ვინმე თქვას მე არ ვარ თამარიო. დედასპიცა ვარ, აი მაგას თითები კი არა, თავი თუ არ წავაცალო რა. ამის მერე მე როგორ აღარ უნდა ვთქვა რომ თამარი ვარ მეთქი რა. ერთი და იგივე თემებს განვიხილავთ მეც და თამარის და ამის მერე შეიძლება ვთქვა რომ არ ვარ მეთქი თამარი თქო? ხო ვარ მოსაკლავი რო ვთქვა ეგ. დედასპიცა ვარ, თუ თავ წასაცლელი არ ვარ, მე რო ვთქვა რომ არ ვარ მეთქი თამარი თქო რა. ეგრევე მომკალით, მე რო დავიწყო, არ ვარ მეთქი თამარი თქო, თავი წამაცალეთ დედასპიცა ვარ, არ მჭირდება მე ეს. არავისთვის არ მოვიტყუები რა. მე დამიმტკიც და ეხლა აი ამ წამს დამიმტკიცე სულ რაღაც 5 წუთის წინ, რომ მე ვარ თამარ მეფის განმეორება რა. ჩემივე ნაწერები აი უხილველად ხო საერთოდ არ მჭირდება იმ აკლდამაში ჩასვლა და საერთოდ არ მჭირდება იმ ძველი კაბის ნახვა მართლა უყოთ რა. თვალწინ დამიდგა რომ ეს ვარ მე ვარ ეს. თამარი ვარ მე. იმიტომ კი არა რომ მე მეფობა მინდა მაგის დედა შევეცი რა. შეიკვეთეთ ტრაქში ეგ მეფობა და ამას სოფლისა მეფე გახდეს უკანასკნელი კაცი რა. დავწყევლა ეხლა ეს უკანასკნელი კაცი გახდეს ამას სოფლისა მეფე თუ მაგისთვის მოვედი რომ მე მეფე გავხდე ისევ დედა წამაცალეთ თავი დედასპიცა ვარ რა. მე მაგისთვის ამ სატანჯველში ისევ ჩამოვედი რომ მეფობა მინდოდეს. თუ მოსაკლავი არ ვიყო რა, მცემეთ და ჩამქოლეთ რა მაგის გამო მე თუ მაგისთვის ამ სატანჯველში ჩამოვედი მიუხედავად იმისა რომ ქალმა ვიცოდი რა ტანჯვა არის აგრო და ჩამოდიხარ ამ სადღაცა სიბნე ჯურღმულში. აი ხლა გინდ დაიჯერეთ გინდა რა. ამას მოყვება ძალიან ბევრი რაღაცა ამოყირავებული წიოკობა დედის ტყუნა მოყვება ამას. დარწმუნებული ვარ და ვიცი ზუსტად. მაგრამ აი ვინც ამას გააკეთებს, ხო? ვინც ამ საკითხს ზერელად შეხედავს და ამაზე გაიცინებს, რა სიმწრის გზაც მე ამ დღემდე გავიარე, დედასპიცა ვარ თუ არ ვუსურებ ისე სიმწარე მაგას გაელოს რა. ერთი-ერთში არც ერთი წამი, არც ერთი წუთი და არც ერთი სიმწარე რომელიც მე გავიარე, ნუ დაკლდებოდეს, ვინც ამ საკითხზე გაიცინებს რა. გაუმწარდეს ისე სული როგორც მე გამიმწარდა აი ამ სატანჯველში ჩამოსვლისთვის რა. ისე მოეტყნას დედა როგორც მე მომეტყნა დედა აი ამ სატანჯველში ჩამოსვლისთვის, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა გაგაგებინოთ მაგის დედა შევეცი კიდე რა და ვიღეცა იტყვის თამარი მეფე თუ ხარ თამარივით თამარივით ვიქცევი მაგის დედა მოვტყან გაიკითხეთ აბა რას აკეთებდა თამარი ბოლოს. ზუსტად ისევე იგინებოდა როგორც ახლა მე ვიგინებ. იმიტომ რომ ნახარა ნაგავიც ყავდა გარშემო, დედამოტყნული საზოგადოება რო ყავდა გარშემო და გამიშვით აქედანო. ვთქვი, მახსოვს, გამახსენდა. ყველაფერი გამახსენდა. მაგრამ სანამ არ დავამტკიცე ეს ახლა ჩემი ნაწერებით და აი ამ ზუსტად ამ ძიებით არ გითხარით და ეხლა გეუბნებით რა. ყველაფერი მახსოვს. ვინ რა ნაგავი იყავით ისიც მახსოვს რა. და დღეს არც შეცვლი ხართ ისევე ისეთი ნაგვები ხართ რო იცოდეთ რა. უარესი ნაგვები გამხდარ ხართ. ყველანი. აი ხლა ეს ხალხი ხო ამბობენ რომ ისე თამარ მეფე კაცებს იბარებდაო და მე იქიდან ანუ ტყნაურობდაო მათთან და მე იქ ფანჯრიდან აგდებდაო. ხო არის ეგეთი გავარდნილი ხმა ხო? აი ეს კაცების საზოგადოება ვინც ახლა ყლეამოგდებული რომ დარბის ამ სოციალურ სფეროში. ფანჯრიდან კი არა,
საერთოდ უნდა გააქრო ეგეთი ხალხი რა. ვინც თავის ფალოს ვერ გაცდა მაგის დედა შევეცი რა მართლა რა. ბიჭო, რას მივხვდით მეთქი და აგერ თურმე რას მივხვდით? Რაღა უნდა გელაპარაკოთ, მე არ ვიცი რა. აი მე ყველაფერი გითხარით. თქვენ ან დაიჯერებთ ან არა. ეხლა რაც გასახსნელი იყო, ყველაფერი გაიხსნა. აბსოლუტურად ყველაფერი წერე გაიხსნა. ცნობიერება გაიხსნა, მზეც გადაიხსნა, აგერ მოდის ინფორმაციები, მზე გადაიხსნაო, კაცო. რა მზე გადაიხსნა, თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ მართლა ამ მეცნიერებს. თქვენ რეებს ატყუებთ ამ ხალხს რა. ანას ეხნით თამარ თუ შეწუხდები ქართული ანბანის სკრინი მესენჯერში. ანა, აი ჩემს გვერდზე რო გადახვალ თამარ გეფარდს ინასარიძეს რო გადახვალ პირველივე რაც ჩანს არის ანბანი. და ჭირე მაგას ხელი და ყველა ანბანია ჩამოთვლილი, რომელი ანბანიც არის საჭირო რა. აი რაღა გითხრათ რა, აი დედასპიცა ძალიან რთული გზა გავიარე. ძალიან რთული გზა გავიარე დაბადებიდან ამ წამამდე რა. ჯერ მუცელში ხომ მკვდარიაო იძახდნენ და ჩემი მოპარვა სურდათ და გაყიდვა სურდათ მაგათი დედა შევეცი მე რამდენი ბავშვი გაუყიდიათ თურმე რა. საზღვარგარეთ. ღმერთმა ხო დამიფარა და დამტოვა აქ, იმიტომ რომ დედა ჩემს აშკარად ვეუბნებოდი მუცელში რომ არ ვარ მკვდარი, მეთქი ფეხებს ურტყავდი შიგნიდან. მერე ხო, ეგრე ეუბნებოდნენ დედა ჩემს, რომ უნდა ისა რა ქვია, ოპერაცია გაგიკეთოთ, მკვდარია ბავშვი და სწრაფად უნდა გაგიკეთოთ ოპერაცია, თორე მოკვდები შენც, ეუბნებოდნენ ესე. და რანაირი მკვდარი ვიყავი, ფეხებს ვიქნევდი მუცელში. ზაური წერს, ნუ ნერვიულობ თამარ ქვეყანას ვერ გაასწორებო რა და მაგერას ვნახავ თუ ვერ გავასწორებ რა. გავასწორებ კი რასაც მინდა იმას უზავ. როგორც მინდა ისე დავაპროგრამებ რა, როგორც ჩანს პროგრამისტი ვყოფილ ვარ რა, ოდითგანვე. და ჯერ მანდედან დაწყებული ამ დამპალი და საზისღარ სულ გაყიდული ექიმების გადამკიდე ბიჭო, დღემდე გამწარებული ვარ ექიმების გამო, როგორ მატყუარები არიან ეგენი. არა ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ თითქმის ყველა. მერე რომ მოდიან და გეუბნებიან თამარი თუ ხარ, შენ ხარ თამარი, თამარი თუ ხარ, თამარივით მოიქეცი. ბიჭო, აი ხო უნდა აიღო და თხალეშო ესეთ ხალხსა, პირდაპირ სახე გაუერთიანო რა. რანაირი იყო თამარი, ვინმე მიცოდა? რა აზე არ არიან თამარი, როგორი იყო? თამარივით რანაირად იქცეოდა თამარი, მაგის დედა შევეცი, რანაირად, აბა მომიყევი. მომიყევი, აბა რანაირად. არ იგინებოდა, ისეც შენი დედა მოვტყან თუ არ იგინებოდა და ისეც შენ რა გითხარი თუ არ იგინებოდა, აგერ კიდევ გაახლდა ეგ ინფორმაცია ეხლა ჩემთან და დედის გინება თუ არა, აბა სხვა რა უნდა გააკეთო, ბიჭო, მართლა ხო არ მოკლავ ამ ხალხს რა. თავები აქვს დასაცლელი ყველას რა. აი ზუსტად ვამბობ რა, და შეცდომა დავუშვი, რომ ყველას არ წავაცალე თავი, ვინც მოსაკლავი იყო მაშინ რა. შეცდომა დავუშვი მეთქი. ამას ხშირად ვეუბნები ჩემთავს. თუ მე მომცემენ იმის საშუალებას, რომ კიდევ მომეცეს ეგ შესაძლებლობა, რომ ხალხი ჩემს წინაშე იდგეს და მე მქონდეს მათზე უფლება რა უნდა მოუვიდეთ, დედასპიცა ვარ, თუ ყველას თავები არ დავაჭრა და ქუსლები კი არა, დავასახიჩრებ ყველას რა. არ გამოსწორდება კუზიანი. სამარე გამოასწორებს კუზიანს მხოლოდ რა. აღარ ვიქნები ისეთი კარგი თამარი. არ გაბედოთ და არ იფიქროთ, რომ მე ვინმე მძალაში მომიყვანოს რა. თორე დედასპიცა ვარ, თუ ყველა არ ამოგწხოვიტოთ რა. დედამოტყნული გველუკაშვილი. არაფერ შუაშია ეგ, დედამოტყნული. არაფერ შუაშია და ხო კთხლიშეს ის რაც კთხლიშეს, აბა არ გითხრეს რომ გამოფხიზლდიო? გულის ინფარქტი რო ქონდა. და ყვება რაღაც ზღაპრებს.
რისთვისაც მოგიყვანე შეასრულე შენი დავალება რა. სულ გაყიდულები ბიჭო, ვინ არიან ესენი რა. კიდე უარესებს გიზავენ რო იცოდეთ რა. გეუბნებით დაპროგრამებული ყოფილა ჩემი ეს ყველაფერი. ჩემი დაპროგრამებული ყოფილა ეს ყველაფერი და დედას ფიცა ვარ, ჩემ თავს ხო არ მოვიკლავდია რა. ყველა მოკვდებით და ამოწყდებით თუ თქვენ დავალებას არ შეასრულებთ რა. აი ზუსტად გეუბნებით რომ თუ ჩემი დაპროგრამებულია ეს ყველაფერი და ჩემი ჯგუფის დაპროგრამებულია ეს ყველაფერი, ჩემი კი არა იმ ჯგუფის რომელმაც დავაპროგრამეთ, ერთ ადამიანს არ დაგტოვებთ ცოცხალს იცოდეთ რა. პროგრამა არის გადაპროგრამებული იცოდეთ რა. არ გეხუმრებით, ახლა მართლა გეუბნებით. ამ პროგრამაში მე არ ვკვდები რა. და ამ პროგრამაში ის საკითხი იქნება ზუსტად განხილული, რა საკითხის მე მინდა რომ განიხილონ რა. და ამ პროგრამაში მე ცოცხალი ვარ. ყველა დანარჩენი სხვა კვდება, ვინც ჩემს წინააღმდეგ იბრძვის, იცით თქვენ? კვდება ისინი. და თუ საჭირო გახდა ბოლოს მეც მოვკვდები, მაგრამ ყველანი გაწყდებით, იცოდეთ რა. შანსი არ არის რომ პროგრამა დამეპროგრამებინოს, რომ სადაც მე წავაგებ რა. მაგის შანსი არ არსებობს, ნული შანსი გაქვთ. ხო, მღვდლებო, რა არ გიდევთ გაყინული ილია მეორე? ხო გითხარით რომ თუ ილია მეორე ჩემს წინაშე მეთქი მართალია. მაშინ მე ჩავიდო მეთქი მიწაში. ხო და ვინ ჩაიდო მიწაში რო არდებთ? ხო, საყინულში ყავდეთ, მიწაში არდებთ, მაგრამ საყინულში ხო ყავთ. აი ძალიან თავისუფლად გეტყვით რა. სრულიად თავისუფლად გეტყვით რა. მე ეხლა რაც ეხლა დამიმტკიც და აწი ფეხზე უნდა გადავიდო და დაველოდო მოვლენებს. მართლა გეუბნებით რა. დაველოდო მოვლენებს, რაც შემფეხებად მჭირდება აწი, კიდე ვიღაცის ან აღიარება, ან რაღაცა გაგება, რომ ვიღაცას გავაგებინო. რაც შემფეხებად მჭირდება გამაგებინეთ რა. აი შეგიძლიათ მითხრათ ლოგიკაში რომ ჩააჯინოთ, რომ ბიჭო ვიცი ვინც ვარ. აგემტკიცე ბუნება მაქვს, არ არის აუცილებელი იმ მიწაში ჩავძრე და იქ კაბა ვეძებო, გაიხსნას თუ უნდა, გახრწნილა და გადახრწნილა თუ უნდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არსი ხო ვიცი რომ ესია, 100%-ით რომ ესია და მე რო წრიდან გავახციე, ისიც ხო დამიმტკიცდა ეხლა, ხო? ხო და რა ვიცი, ხო როგორც გინდა ისე გადაწყვიტეთ, აწი იფართხალეთ თუ გინდა და თქვენი თეორიები ამტკიცეთ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რაც მოხდება აწი რა. ზუსტად ვიცი რაც მოხდება. რა ვიცი, გინდა სიცოცხლეში გადადით, გინდა მოიკალით თავები. ეგ თქვენი გადასაწყვეტია რა. მე აღარ დაგიწყებთ იმის ხვეწნას, რომ დედიკო, შემოგევლოს დედიკო, აი მე შეგქმენი და იყოს ნება შენი და ის აღარ დავიწყებ მაგის მტკიცებულებას. გესმით? ამომივიდა ყელში უკვე. მაღებინებს უკვე. იმდენი გეხვეწეთ და გევედრეთ რა. აუ მაგარი რამეა, ანუ საერთო ჯამში ხო? საერთო ჯამში. ეხლა თუ გადავხედავ იმ პროგრამას, რა პროგრამითაც მე აქამდე მოვედი, როგორც ჩანს იმ პერიოდში პროგრამამ არ იმუშავა, იმიტომ რომ იქ იყო შეცდომა, ეს შეცდომა გავასწორეთ ეხლა უკვე ჯგუფში. შეცდომა უკვე გასწორებულია, მაშინ რატო ვერ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო და მეორედ მოსვლა რატო არ მოხდა. ეგეც გასწორებულია, აცი მეორედ მოსვლა უკვე აგერ კარია და ღიაა და შემოვიდეს იესო ქრისტე ველით. bitte schön. ნინო რო გავაწერ ჩემი კეთილის რახვები თუ გულს გტკენს დამბლოკე და აღარ ინერვიულებ, რადგან
წმინდა წერილში არ წერია ქალი იყოს მსგავსი ქაჯის, არამედ უნდა იბრძოლო კვდემამოსილებამდე. ამ არც არავის წყევლის მეშინია და არც ამ წუთის სოფლის, რადგან 15 წლიდან ცხოვრობ იმ სახლში, სადაც სიყვარულით მივლიან და მეფერებიან. ვერ გავიგე ნინონას წერ მართალი გითხრა, არც მაქვს ახლა მაგის ნერვები რომ ჩავეძიო ამ რაღაცას, არ ვიცი, რატო უნდა დაგბლოკო, ვერ ხვდები. კლდევამოსილება რას ნიშნავს? ვინ დაარქვა ამ სიტყვას კლდევამოსილი? კლდევამოსილი კლდეც და ევაც იყოს ის, ვინც ამ სიტყვას დაარქვა კლდევამოსილი და მე მინდა ვიყო ქაჯი, მართალი გითხრა, ქაჯი უფრო სერიოზული სიტყვა, იცი რატო? ქაჯში ქანი ურევია და ჯანი. ხო და კლდევამოსილში კლდე და ევა და მოსილი თანაც და უკაცრავად რა, ახლა თუ 64-დან გამოვედით იმის გამო რომ შევიმოსეთ, სადღაცა ხო უნდა შევიდეთ ისევ 64-ში, ხო? ყველაფერი ამოტრიალებულია, აბსოლუტურად ყველა სიტყვა ამოტრიალებული გვაქვს. რაც კარგი სიტყვა, იმას ცუდი ქვია და რაც ცუდი სიტყვა, იმას კარგი ქვია, გესმით, ხო? იმედია გაიგეთ, ამდენი ხანი ვლაპარაკობ, მაგის დედავატი რომ 5 წელი ვლაპარაკობ და როგორც ჩანს დავიღალე მეც რა. აგერ ანუ ამას რა თუნდა ეხა მეტი ლაპარაკი, ჩემთვის მე რაღაცი მჭირდება. აი, ყოველთვის ვიძახი ხოლმე, აი რაღაცი მჭირდება და მე სულ იხსნება და იხსნება ახალი ინფორმაციები და გაიხსნა ახალი ინფორმაცია. ეხლა ერთადერთი რაც უნდა გაიგოს კაცობრიობა და მე მართალი გითხრათ, აღარ მჭირდება მაგის გახსნა, არის თამარის აკლდამის გახსნა, რომელიც არის უშკულში მაცხოვრის მონასტერში. მაცხოვრის მონასტერში ნიჟარაძეებს აქვთ გასაღები, ნება იბოძოს იმ საზოგადოებამ, რომელიც საზოგადოებაც თურმე 90-იან წლებში ჩასვლას ძლამობდა, მაგრამ ვერ იპოვა ის ქვა, რომელი ქვეშაც უნდა ჩავიდეს. თხარა, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვა. მაგრამ როდესაც ვკითხე, მეთქი ის ქვა თუ ნახეთ, მეთქი იმ ქვაზე საერთოდ წარმოდგენა არ ქონდათ, რა ქვა რის ქვაო და ბიჭო, თუ კითხვა და წერა არ შეგიძლიათ, თუ ინფორმაციების გაშიფრვა არ შეგიძლიათ, აბა რაღაც თხრით გამაგებინეთ. ან რისთვის მოგდით ეს წერილები, მე ვერ ხვდები. თან როგორ გასაიდუმლოებულად თხრიდნენ თურმე რა, გულის ყურით ზედმიწევნით რა. გეუბნებათ ის წერილი, ბიჭო, აი ეს ქვა არის, ქვა დევს, იმ ქვის ქვეშ უნდა ამოთხაროთ და ჩახვიდეთ. უნდა ამოთხაროთ კაცის ზომამდე, ანუ აი დაახლოებით ერთი კაცის, მაღალი კაცები იყვნენ მაშინ იცოდეთ, მაღალი კაცის ზომამდე უნდა ამოთხაროთ და იქ დახვდებათ ერთი ლოდი. ამ ლოდს გადააგორებთ და ჩახვალთ კიბეებზე. ეს კიბეები ჩაგიყვანთ დიდ ოთახში, არც თუ ისე დიდ ოთახში. იმხელა ოთახში, სადაც არის წერილები დევს, იქ შუა ცენტრში თამარის აკლდამაა, ჩემი აკლდამაა და თუ ძალიან გიდათ აგერ ნახვა მისი კაბის, ჩემი ძველი კაბის, მიდით და გააკეთეთ, ამოიღეთ, ვერაფერს ვერ უზავთ. ვინც გაცოცხლდა, იმას ვეღარავის ვერაფერს ვერ უზავთ. თუ ადამიანს ეშინია რომ მისი კაბა არ აიღონ და არ დაასახიჩრონ და მე ვერ გაცოცხლდება, მე მაგის აღარ მეშინია, იმიტომ რომ აღარ მჭირდება ის კაბა, ისედაც ამოვიცანი ჩემი თავი. მუმიებს თავისი კაბა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ თავისი თავი ამოეცნოთ. აღარ მჭირდება უკვე ამოვიცანი. აგერ უკვე გითხარით, სადაც არის რა, მაცხოვრის ეკლესიას შეხვალთ ეზოში. ეზო ხო იცით რა არის? ეზო ის კი არ არის გარეთ. შიგრო შეხვალთ. ეკლესიის შიდა ეზოში, ანუ ეზო ქვია მაგას, არ ვიცი სხვანაირად როგორ გითხრათ. კიდევ შეხვალთ ერთ კარებში. აი იმ ერთ კარებში რო შეხვალთ, პირდაპირ მნიშვნელობით, იქ კი არ უნდა თხაროთ, სადღაც ტრაქში კი არ უნდა თხაროთ, ხალხო. უნდა თხაროთ შესასვლელშივე, კარებშივე, შესასვლელშივე, სადაც კიბეები აწვია. აი ამ ქვას, რომელსაც ფალოსის ფორმის ქვა არის, ხო? სალოცავი ქვა არის, აიღებთ ამ ქვას და გადადებთ გვერდზე. და ამოთხრით ადამიანის ზომაზე თხრილს. სანამ არ ნახავთ ლოდს. ეს ლოდი უნდა გადააგოროთ გვერდზე, ან ამოსიოთ. გადასიოთ და იმ ლოდში უნდა ჩახვიდეთ კიდე და იქ ჩადის კიდე კიბეები. და იქ ნახავთ ჩემს ძველ კაბას, რაღა გითხრათ ახლა მეტია. რაც გინდა ისქენით, კაცო.
ხა მე ხო არ მივალ და ხო არ ამოგითხრით არა ბოლოს და ბოლოს რა სირცხვილია რა არ არის სირცხვილი დედას ბიცა ვარ თუ სირცხვილი არ იყოს რა აი თქვენ რო ნახავთ იმ ძველ კაბას და რო ნახავთ ვინც ვარ ხო მე არ შეგწყვებათ თქვენი თავების ჰა აი ხო შეგწყვებათ მე თქვენი თავების რა და მაგარი ბანძები ხართ რა რო იცოდეთ რა რომ მარტო მემაწვალეთ ამდენი და მადლობა სიდონის წევრებს კიდე რა მადლობა სიდონის წევრებს თქვენ რომ არ ყოფილიყავით მე ამას ვერ მივხვდებოდი ამდენს იმიტომ რომ ვიღაცასთან ხო გჭირდება ლაპარაკი არა შენ თავს ხარ დაუწყებ ლაპარაკს გიჟივით ხო და იცოდეთ რა აი იმ სიდონის წევრებს რომელიც სიდონის წევრებით შემთან ერთად საუბრობდნენ და ამ საკითხებს იკვლევდნენ ხო ყველანი თანამონაწილეა აი ამ სივრციდან გასვლის ყველანი თანამონაწილეა იმ ახალ ერაში გადასვლის რასაც მეორეთ მოსვლა ქვია რა მარტო მე არა ვარ ის ვინც გავაკეთე ეს ყველაფერი ყველა ის თანამონაწილე ვინც გვერდში მედგა და ვინც გვერდში მიდგას ყველანი თანამონაწილე ყველანი პროგრამისტები ხართ ყველანი ძალიან ჯიგრები ხართ რა ხო რატო ვერ აგნებდნენ ამ თამარის აკლდამას რატო ვერ აგნებდნენ აბა თუ იცით რაც უნდა ის უქნია დედას ბიცა ვარ თავ ქუდმოგრეჯილი გაქცეულა ეხლა საპატრიარქოს ხალხი და ჩამძვრალა იმ სოროში იქვე დაიღუპოს ვინც ჩემს დაუკითხავად იქ ჩავიდეს რა რატომ ვერ იმიტომ რომ ეს ქვა ვერ იპოვეს ქვა რომელიც პირდაპირ უწერიათ რომ შესასვლელშივე არის იქ კიბე კარებში და ეს კარები იყო ის კარი რომელსაც ვერ იაზრებდნენ აზრზეც ვერ მოვიდნენ რომ აი ამ კარებში შეიძლება ეგრევე იყოს აი ამ ქვები რაც კიბი არის იმ კიბის ქვეშ იყოს ჩასასვლელი რა თხარეს მთელი ის გადაუთხრიათ იქ და ნახეს რომ არ არის აქ ჩასასვლელი იქ ფილებია კლდის ფილები რომ შე დედა მოტყნულო ეგრე გაგიადვილებდნენ საქმეს იქ რომ ფილები არ ყოფილიყო და კლდის ქვეშ არ ყოფილიყო ეგ საკითხი ჭკვიანი ისენი რო გვყავს ჩვენ ძალიან ჭკვიანი სპეცრაზმელები არქეოლოგები მოკლედ რა სვანებს ვეუბნები რა ეხლა როგორც გინდათ ისე გაიგეთ რა მართლა გეუბნების დროა რომ სვანები გააქტიურდნენ რა თქვენი მზე რო გყავთ იცით ვინც არის მზე აღარ ვიტყვი იმის სახელს იცით ვინც არის მზე აი თქვენი მზე რო გყავთ ის გააქტიურეთ რა არ არის საქართველოში გააქტიურეთ ის მზე ხო და თუ გააქტიურდება ის მზე ქეც იპოვის და ქეც ნახავს ყველაფერს და თუ ვერ იპოვის კიდე ახლა ეგ მადარდეთ კიდე რა აგერ როგორც მოვედი ისე გავალ და ისე მოვალ როცა მინდა ანუ დედას ბიცა ვარ გეუბნებით რა არ არსებობს სიკვდილი არ არსებობს ხალხო სიკვდილი არსებობს მხოლოდ მაშინ როცა დაიბრმავებ თავს და აი ახლა იმ საკითხზე რასაც ახლა მე გელაპარაკები გაიცინებ რა სიკვდილი არ არსებობს თუ შენ თავს თვითონ არ მოიკლავ ახლა როგორ გონიათ რომ სული რომელიც აქედან გავიდა და ის მე-12 საუკუნეში ის დააპროგრამა როდის უნდა დაბადებულიყო და ზუსტად იმ დღეს დაიბადა თქვენ გგონიათ რომ ის სული ახლა ისე ადვილად მოიშორებენ იმ სულს თავიდან აზე მოდით რა თვით იახოს ველაპარაკები ახლა იხვო შეიხვო შენა აზე მოდი მეთქი რა აბა თქვენ რა სიტყვით მეგობრებო ნინო რო გავას საერთოდ ვერ გავიგე რას ლაპარაკობ მართლა გეუბნები აი ახლა ამ წერილში რა დაწერე ვერ გავიგე იქნებ გარკვეულად დამიწერო რამე რა წავედი განდევნილი მოკლე ჭკუას ანტის ენა აბია და მიიღებს სასჯელს აუ ნინო მაგარი დაიბოღმა არ ვიცი ნინო რატო დაიბოღმე რადგან ვთქვი რომ თამარი ვარ ხო იქნებ შენც თამარი ხარ აბა შენიც თამარ თუ არ შეწუხდები ეს წავიკითხე
ხალხი არ გვიყურებს თამარ ჩური ვანახოთო ძუძუები ვანახოთო რომელიც გაქვს ისანახე განდევნილო რომელიც გაქვს ისანახე თუ გინდა ფალოსი ანახე თუ ფალოსი გაქვს რა ვიცი აბა როგორც გინდა ისე გააკეთე შენ თუ არ გიყურებს მე მიყურებს გიორგი წერს ახსდექი სულო შენ ოქროსავ ამენით გქონდეს შენ სამხარება ხო გიო ეგ სიტყვები დაიწერა რამდენიმე თვის წინ ეხლა რატო ვიგინები თუ იცით მეგობრებო რა ერთმა საპატრიარქოს ფსიქოლოგმა როდესაც მე მასთან როგორც ფსიქოლოგთან დავდიოდი მაგრამ ყველაფერი მაგიდაზე დამიდო და ფსიქოლოგი კი არა ჩემი ფსიქოლოგი კი არა მე გავხდი მისი ფსიქოლოგი ანუ მაგიდაზე დამილაგა ყველაფერი აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია რაც საჭირო იყო და რაც არ იყო საჭირო და ასე მითხრა რა რომ თამარ მეფეო ბოლოსო ისე გარეკაო მაგ ქალმაო რომ არა მე ძალიან მიყვარსო თამარ მეფეო რა მაგრამ თამარმა ისე გარეკაო რომ ვეღარ აჩერებდნენო იგინებოდაო გესმით იგინებოდაო ვეღარ აკავებდნენო რა ბიჭო როგორ უნდა დაეკავებინათ ამ დედამოწყნულების ხელში აი ხა მითხარი რა რაც დღეს ხდება იმაზე უარესები მასში ხდებოდა შენ თუ იცი ეს ამბავი რომ თამარ მეფე იგინებოდა რატო ხალხმა არ უნდა იცოდეს აი მითხარი ხალხმა არ უნდა იცოდეს თუ ვის უმალავ შენი დედა მოუტყან მართლა რა აი ყველას დედა მოუტყან ვინც რამეს მალავთ რა რატო მალავთ ანი წერს თამარ ანუ ამ მატრიციდან გასვლის შემდეგ სული თვითონ წყვეტს როდის წავიდეს და დაბრუნდეს როგორც ჩანს თამარის შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში ესე მოხდა ანუ ის ცნობიერება რაც მე მაშინ გავააქტიურე და დავასვი აი ამ მონეტაზე ამოტვიფრით რომ ღან ჯან ხარ და ეს არავინ არ იცოდა ჩემს გარდა და იმ განდობილებთან გარდა რომელ განდობილებსაც მე ველაპარაკებოდი ეს იყო ერთგვარი რიტუალი ხა ამ მონეტაზე ეს მონეტა არის გააქტიურება იმ საკითხის რომელიც საკითხიც მე ჩავუთხი ამ მონეტას ხო ამ მონეტაზე რომ დავაწერე ეს რაღაცა რომელსაც ვეუბნები რომ აი აქ წერია ის რომ მე რომ აქედან მოვალ აი ამ რიცხვში ხო თქვენ რას ფიქრობთ მონეტა მოიჭრა всё გააქტიურებულია ეს ენერგეტიკა და ვინ ჩემ ფეხები მოჭამს ახლა მართლა ამას ძალას ვერავინ ჩემი თავის გარდა ისევ ხო ანუ ის რაც მაშინ გავააქტიურე მართლაც აგერ მოხდა აგ ფაქტის ახეზე გვაქვს ხა მე ვხედავ რომ ფაქტის ახეზე გვაქვს და ვინც ვერ ხედავს იმისი ბრმა რა ვთქვა მე თავი ხო და პირდაპირ მნიშვნელობით ხა ჩვენ თუ გვინდა რომ ვიფიქროთ რომ სიკვდილია და ვიფიქროთ უსასრულოდ რომ აი რა გვეშველება გასვლის მე გადიხარ და მოდიხარ ოღონდ უნდა გქონდეს ცნობიერება და ცოდნა თქვენ რას ფიქრობთ რატომ ალავენ ამ წიგნებს და ამ ცოდნას რა რომ ალავენ რას ფიქრობთ რატო აკეთებენ ამას იმიტომ რომ ეს საიდუმლო გასასვლელი და შემოსასვლელი კარი არ იცოდე თორე ეგრე ხო უკვდავებაში გადავიზარდეთ კაცო აგერ გამოიცვლი რამდენსაც გინდა იმდენჯერ ამ კაბას რაში გჭირდება ახლა დაძველებული და ზოგის დასახიჩრებული ზოგის უკვე დაინვალიდებული კაბა გახვალ და ახრიდან შემოხვალ გასაგებია უნდა გაიარო ისე სატანჯუელი უნდა გაიარო მაგრამ აღარ უნდათ რა აი მართლა გეუბნებით კიდევ შევაგინებ იმ დედამოწყნულების თავში რომ ჩამეხედა რა რატო არ აღიარებენ ამ საკითხს რა სულ არ მინდა ჩავიხედო კაცო ხა მაგათ ბინძურ თავებში რაში მჭირდება ვიმოგზაურო ხალხი რომელსაც დავალება აქვს რომ გავიდა და უნდა შემოვიდეს როგორც ჩანს თამარმა თავიდანვე იცოდა ხო ვამბობდი რომ თამარმა კი არა ისევ ხომ მესამე პირში ლაპარაკ როგორც ჩანს ვთქვი
რომ გავდივარ და ისევ დავბრუნდები მეთქი, რასაც სვანები დღემდე იცავენ მაგ ინფორმაციას და იციან სვანებმა დღემდე და ელოდებიან თამარს, აგერ მოვედი, მაგრამ ვერ მიცნეს, მაგრამ რა გინდა, აგერ ქრისტეც ვერ იცნეს და ეხა მე თუ ვერ მიცნეს რა პრეტენზია გამიჩნდეს მაგის გამო? და მინდა გითხრა, რომ სვანებმა ვერ მიცნეს, მაგრამ იმან, ვინც თამარის აკლდამაში ჩასულია, იმან მიცნო და თავქუთმოგლეჯილი გაიქცა იქიდან ზარი რო დავრეკე ღვთისმშობლის ეკლესიაში. გაახსენდება თუ მოისმენს ამ ვიდეოს. რომ დამინახა გული გაუსკდა კინაღამ, გაბრუნდა და გაიქცა, შევარდა, ეს მონაზონი იყო თუ ვინც იყო, ბიჭი იყო ვიღაც, ახალგაზრდა. ვინც ნახა თამარი მიცნო. მაგრამ იმათმა რა უნდა ქნან, ეხლა მელოდებიან, თამარს როგორც ელოდებიან, ცე ქრისტეს რო ელოდებოდნენ, ოქროებით რო შემოვიდოდა და ამ დროს გაიჩიტა ქრისტე ჯორზე რა. ეს რანაირი მეფეაო, ჩვენი მეფეაო, ვერ იცნეს. ეხლა მე მიცნობენ? აგერ დახეული მაიკით და იმით დავდივარ, აქვე ჭაღარათმები და ეგეთ თამარს არ ელოდებიან, დედის მაგინებელი თამარს არ ელოდებიან. არა, შენ გენაჩელი შენი ჭირი მეკლდება მოსილი თამარი მოვა და ის დადგება ისი ნაზი ხელებით და შემოვდივართ მაშინ თუ გვაქვს მაგის უნარი, მაგრამ თუ არ გვაქვს მაგის უნარი, ვერ შემოვდივართ. უნარი კიდე სად არის? დამალულია უნარი. უნართან მივედით აგერ სიგონები და ვნახეთ, ჩავიხედეთ. ეკლიანი გზა არის უნარი რომ შეიძინო. და ყველა ვინც თამარის განდობელი იყო, ყველა მოსულია, აქ იცოდეთ რა. მათ შორის შოთა რუსთაველსაც ვიცნობ, ზაქარია მხარგრძელსა, დავით სოსლანსაც და ლაშა გიორგისაც ვიცნობ, გეუბნებით. თამარის დედასაც ვიცნობ. ბურდუხანსაც ვიცნობ და გიორგი მესამესაც ვიცნობ, მაგრამ აი თქვას რომ ააგდებ და თავს შეუშვერ შეაყარე კედელს ერჩიო, ყველა გაჯიქებულა, ყველა არა, მაგრამ აი ამათ შორის უმრავლესობა გაჯიქებული. არა, ჯერ დრო არ არის 300 წელშიო. თამარ, ჩვენ როგორ უნდა გავიხსენოთ ვინ ვართ და რა მისია გვაქვსო? როცა აღიარებთ სხვას, მაშინ აღიარებთ თქვენ თავსაც. თუ თქვენ ჯერ სხვა არ გიღიარებიათ, თქვენ თავს ვერ აღიარებთ და ვერც გაიხსენებთ ვერასდროს. ალბათ. მაგის გაგება არ არის ძნელი. ყველას გაუცხადდება ვინ არის, ყველას გაუცხადდება, შანსი არ არის. ყველა მკვდარი ცოცხალია, ყველა სული აღდგენილია, აღდგომაა და ბოლო ჟამია რა. ბოლო ჟამს ყველა უნდა აღდგენილი დახვდეს ქრისტეს, კაცო. სხვანაირ ცოცხლები დახვდებიან ქრისტეს, მკვდრები ვერ დახვდებიან. მკვდრები იცით ვინ არიან? ვინც ვერ გაიხსენებს ვინ არის. უნდა გაიხსენოთ. აგერ ერთ-ერთი ნუგეშა, რომელმაც მიმჩხიბავა, ვნახეთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ერთ-ერთი სოციალურ ქსელში გავრცელდა მუმია აღადგინეს ხელოვნური ინტელექტით და არ გავგეჩიტა ჩვენი მეგობარი ნუგეშა. ამიტომ იყო მუმიები, ტყუილა კი არა, ამომიფიცირებდნენ თავს. ფარაონები. ეხლა ყველას დედავაგინე, ვინც ამ საკითხს უშლის ხელს რა, ამ ინფორმაციის და ცნობიერების გამოსვლას უშლის ხელს, მაგრამ ვერავინ ვეღარ გადარჩებით რა, როგორც ჩანს დაპროგრამებული მაქვს უკვე ყველაფერი და არის ბოლო ჟამი, ამას ვეღარ აცდებით რა. რაც არ უნდა მადლობები უხადოთ ამბიონებიდან, რომ ქართველებო ყოჩაღთო მადლობაო რომ გადაგვიდეთ კიდე 10 წლით მეურთ მოსვლაო, ხო? აგერ გეუბნებით, რომ ვერ გადადებთ, შანსი აღარ გაქვთ შანსი. წერტილი დაესვა და წრე შემოეხაზა რა. წერტილი დაესვა, კიდევ ვიძახი და წრე შემოეხაზა რა. აღდგომა დაწყებული და მალე ვიხილავთ ქრისტეს. ყველა მკვდარი აღდგება, ყველა მკვდარი თავის თავს აღმოიჩინოს. მკვდარი გაცოცხლდება და ვინც ვერ გაცოცხლდება, მკვდრად დარჩება.
ახლა მეგობრებო რა არის იცით? აი უმაგრესი მაგი ვყოფილვარ რა და ეხლა გავიგო რომ უმაგრესი მაგი ვყოფილვარ. არც ერთი მაგიური რიტუალი ამ კაბაში არც ერთი მაგიური რიტუალი მე არ ჩამიტარები და არც მონაწილეობა კი ბავშვობაში 6 წლის რო ვიყავი სული გამოვიძახეთ აგერ აქ პადვალში. ვერ ვიტყვი რომ არ მიმიღია თქო, მიმიღია, მაგრამ 6 წლის ვიყავი თუ 7 წლის ესე არ ვიყავი სკოლაში ჯერ. მაგ რიტუალში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ჩემი თვალით მაგ ნანახი როგორ დადის ესთებში. მაგრამ აი ჩემი ცნობიერით, ხო? მე არც ერთ რიტუალში მონაწილეობა არ მიმიღია. აი ვიღაცა არ დაიჯერებს, მაგრამ უმაგრესი მაგი ვყოფილვარ რა. პირდაპირ გეუბნო ახლა სხვა რა გითხრათ. კაი. ეს თავმდაბლობის ბრალია, ძალიან თავმდაბალი ვყოფილვარ და ვიღაცამ შეიძლება გაიცინოს და შენ და თავმდაბალიო თქვას და გეტყვით რა. თავმდაბალი ვყოფ, თავმდაბლობის ბრალია, რომ შენ რესურსებს შენ თვითონ აიგნორებ. არ შეიძლება. იმიტომ არის ნათქვამი წილხვედრიო ზობ წერტილი წ სწორედ მასე იწერებაო წილ ხვედრია კი ღვთისმშობლის წილხვედრია ან ღვთისმშობელი დაასვას წერტილს და წრესაც შემოუხაზავს. კითხვები ხომ არ გაქვთ კიდე? აუ ნინო რო გავა არ ვიცი რა ყველა თავის სახეს აჩენს როგორ ჩანს რა მაგარი აკრიფა ეხლა ნინო რო გავამ რომ რა გეწყინა რომ თამარ მეფე ვიყავი თამარი რო ვარ ეგეწყინა გოგო რასაც ყენი ეგ არის მაგის დედავატირე შენ თუ ხარ ვინმე რამეს წაგართმეს არა ვერავინ ვერაფერს ვერ წაართმევს რა სამართალი პურს იზეიმებს აწი ახლა ზეიმობს უკვე. ბიჭო, ეს ნახე ძალიან ბევრი დედოფალი, აი ფარაონი, ქალები არიან მეორეთ მოსული და მათ შინაგანში რა არის იცი რომ ის მეფეა გესმის? დედოფალია მეფეა და ყველას გონია რომ თამარია. არა ხართ მაგის დედავატირე თამარები რა. თქვენ სხვა დედოფლები ხართ და ეძებეთ თქვენი თავი არ გინდათ? თქვენი თავი რო ეძებოთ არ გინდათ? ვინები ხართ რო გაიგოთ? არა შინაგანში რო გაქვთ ეს რომ მეფე ხართ, კი, გასაგებია დედოფლები რო ხართ, იყავით ერთ დროს. აი ნუგეშაც მაგას იძახდა რომ ეს რა ქვია დედოფალი იყო ნუგეში, მაგრამ არ იყო ეს თამარი კაცო. ყველა თამარი ხო ვერ იქნება რა. რამდენი დედოფალი და რამდენი მეფე იყო. ყველანი ცოცხლები ხართ. მეფეები ხა არ მეცილებიან, მაგრამ ყველა დედოფალს, ვინც კი ოდესმე დედოფალი ყოფილა, თამარი გონია თავი. და კიდევ მაგ უარესაც გეტყვი, ყველა თამარები ვართ. იცით რატო ვართ ყველა თამარები? საბოლოო ჯამში სული ერთია. ყველანი ერთნი ვართ. ანუ მე ყველა კი არ გეუბნებით ხოლმე რომ მე შენ ვარ მეთქი რა. მე ვარ თქვენ ყველა და თქვენ ყველა მე ხართ. მე კი რამეს არ გართმევთ. ყველანი ერთნი ვართ. საბოლოო ჯამში ვერთიანდებით სულში და სული ერთია. სულ ერთიაო რო ვიძახით ხო? სულ ერთია მაგიტომ. რა ვერ გაიგეთ, აი მაგიტომ გეუბნები ნინო ხა რა გეწყინა? არ არის ესაწყენი რა. ნებისმიერს ვეუბნები, ვისაც თავი თამარი გონია, ხო? არ გონია, არის. თუ სულში გაერთიან და არის თამარი, მათ შორის მეც. და თუ სულში ვერ გაერთიანდი და აი ეს არქონტები, რომელიც ახლა შენ შემოგიძრა ნინო, ხო? რომ აი ნახე? ქაჯი მიწოდე, ხო? შენ წარმოგიდგენია რომ მე ვარ ქაჯი, იმიტომ რომ სიმართლეს რო პარეკობ და დედას ვიგინები და დედის წყნას გამოდის ჩემი პირიდან, ხო? მე არ უწოდებ ამას ქაჯობას, მე უწოდებ ამას თავისუფლებას. რომ რასაც მინდა იმას ვიტყვი და ვერავინ ვერ დამიწერს და ხას ვერ შემომიხაზავს აქ, რომ შენ ესე უნდა ილაპარაკო და ესე უნდა ილაპარაკო. ვერ. რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვიტყვი. შენ არ მიიღებ ამას, ან ვერ მიიღებ.
გინდა დედას შევიგინები, გინდა სულ დედის მუტლით ვილაპარაკებ ან ჩურით. არ მცხვენია მე ამ სიტყვების, გესმის? ეს სიტყვები ყველა ჩემიდან გამოსულია როგორც ჩანს. ჩვენ ყველა სული წმინდიდან გამოსულები ვართ სიტყვის მეშვეობით. არ მცხვენია მე ის სიტყვები, რაც ვთქვი და რაც გამოვთქვი, დასაბამიდან დღემდე მე ამ სიტყვების როგორ უნდა შემრცხვეს, ჩემი შედგენილი ყოფილა. გამაგებინეთ როგორ უნდა შემოწვა, ამ ჩემთვის როგორ უნდა ავუკრძალო ამის გამოთქმა. ხო, აი შიზოფრენია იქნება რა. თქვენ რატო გწხვენიათ ხოლმე, მე ვერ ხვდები რა. მე როცა ვიგინები თქვენ რატო გწხვენიათ, მე ვერ ხვდები, ან გინება რა სირცხვილია. რა სირცხვილი ის არ არის, ყოველ წუთში რომ ერთმანეთს ვატყუებთ და გადიხარ და მამონას რომ ემსახურები ყოველ დღე, სირცხვილი ეგარ არის, ძალიან კარგად დაწერა ერთმა სხვათა შორის. რა იმ მსგავსობას რაც ყოველ დღე ვხედავთ, არ უძახით სირცხვილსო და ამას სირცხვილს უძახით, რომ ვიგინები? ეს არის მარტო სირცხვილი, რომ ვიგინებით? შენ რო ყოველდღიურად თუნდაც ელექტროენერგიით დედას უხნავ ამ დედამიწას, იქ არ არის სირცხვილი? ყოველდღე ჩართული რო გაქვს ტელევიზორი და ტვინს ატყონევინებ, ეგ არ არის სირცხვილი? მედიას? რო გახვალ და მუცას ამოიხორავ ნაგვით, ეგ არ არის სირცხვილი? თამარ, ეს მეორედ მოსვლა როგორ იქნება ქრისტიანობა, რომ გვასწავლის სამყარო განადგურდება და სულებია სწავლენ და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში რამდენად შეეფერებას. Ani, სად გონია შენ რას ფიქრობ ჯოჯოხეთი ან სამოთხე სად არის? სად არის ჯოჯოხეთი და ჩვენს გადა იქით, ჩვენს იქით. არანაირი სამყარო არ არის. შენ გონია ეხლა რომ გახვალ სულიდან, სადმე სხვაგანი მოგზაურებ ვიდრე შენ თავში? აქ რასაც ხედავ, რასაც ეხები, რაც აქ არის ყველაფერი ჯოჯოხეთიც და სამოთხე. ესენი არიან ვითარებები და მდგომარეობები. როგორ მდგომარეობაში ხარ, ხო? ის არის შენი ჯოჯოხეთიც და სამოთხეც. შენ თუ იქნები სუტანჯვაში ჯოჯოხეთში ხარ და თუ სიმართლეების ძებნაში იქნები სამოთხეში ხარ. აი სამოთხე გაგითხარით, აგერ ხო დავწერი რა არის სამოთხე და თქვენ გონიათ სხვა რამეა კიდე სადმე? მეტი არსად არ არის სამოთხე და ჯოჯოხეთი. აგერ არის. ეს არის სამება, ეს არის სამოთხე, ეს არის უკვე წრე, ეს არის უკვე ის საიდან გავდივართ და შემოვდივართ და ჯოჯოხეთი არის უკვე ის აი ჯოჯოები, რომლებიც ვერ იგებენ რას ვაპარაკობ. აი ეგ არის ჯოჯოხეთი. ჩემთვის ჯოჯოხეთია ეგ. მე გავდივარ ერთდროულად სამოთხესაც, ჯოჯოხეთსაც და შუასკნელსაც, ზესკნელსაც და ქვესკნელსაც. აი ხა თუ მკითხავ რა. დაბადებულიც ვარ. მე-12 საუკუნეშიც ვარ, 21 საუკუნეშიც ვარ და პირველ საუკუნეშიც ვარ. ყველა დროში ერთად ვარ. აი ხა ამას ჯოჯო ვერ გაიგებს, მაგრამ სამოთხეში შესული ადამიანი გაიგებს. ხვდები? არსად სხვაგან არ არის არაფერი რა. ენერგია ტრიალებს თავის თავში, განვინთანში არის. აი, ნახე, განვინთანი სად არის? განვინთან. განვინთან. მესამე ასობგერა არის განი, მეექვსე ასობგერა არის ვინი და მეცხრე ასობგერა არის თანი. რატო არის იცი თანი? თქვენ ახლა 33 ასობგერით არ უნდა იხემწყვალოთ, მეგობრებო, ამით იხემწყვალეთ, ნახეთ. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე არის ვინი, მეშვიდე, მერვე არის ე და თანი არის მეცხრე. ამიტომ მტკიცდება, რომ 33 ასობგერიანი არის აბსოლუტურად მცდარი და ეგ არის ძველი სისტემა, მაგრამ თუ განვითარებაში გინდა სულ მუდამ იყო, აი ეს არ უნდა დაივიწყო რა. 3, 6, 9 სამკუთხედი იქნება 3, 6, 9, 3, 6, 9. აი და კიდევ იქნება სხვა სამკუთხედიც. 0, 3, 6, 9, 0, 3. აქ უკვე 4 კუთხედი რომბი იქნება. აი რომში ზის ქრისტე წერტილი, აი აქ არის ქრისტე. ეს არის კრისტალი.
არცაც სხვაგან არ არის ანი და ჰოევა რომ ქრისტემ დაგვიბარა და ეს არის ყველაფერი ქრისტეც აქ არის აი ჩვენშია ქრისტე იმიტომ რომ ჩვენ მისი ენითავლაპარაკდით ეს არის სამოთხეც ეს არის ჯოჯოხეთიც აქ არის ქვესკნელიც შუასკნელიც ზესკნელიც შუასკნელი არის ეს შუასკნელი ქვესკნელი ზესკნელი შეგიძლია ეს დაყო ან აქ დაყო შუასკნელი ქვესკნელი ზესკნელი ეს არის სათვალე გინდ გაიკეთეთ გინდა არაო ხო სოფ აი როგორ მიყვარხარ რა სოფია არის ჩემი საუკეთესო და საუკეთესო რატო იყო თამარ მეფე რომ სექსუალურ ქალებს უგზავნიდა ხოლმე შახებს და დედას უტყნავდა ხოლმე მაგითი დორბლებს გადმოადენინებდა ხოლმე თამარ მეფე კი არა მე რატომ იყო თუ იცით რა იმიტომ რომ აი ახლა დედამოტყნულებს დედა უნდა მოუტყნა რა კიდევ კაი ძუძუები არა მაქვს დიდი იმიტომაც ეთყობა არ მოვინდომე დიდი ძუძუების გამობმა ჩემ თავზე იმიტომ რომ მე ალბათ უკვე ძალიან გადავიდოდი რა ზღვარს მართლა დედას მოუტყნავდი კაცებს ალბათ რა აი იმ დედამოტყნულ კაცებს რომლებიც მარტო ფალოს იქით ვერ გაცდნენ და ფალოსში არიან ჩაჭედილები რა საუკეთესო ულამაზეს ქალებს ვირჩევდი სექსუალურად გამოწყობილებს და ცხენებით ვაგზავნიდი მოსალაპარაკებლად დედამოტყნულ შახებთან რა და დორბლები რო გადმოსდიოდათ ყლეკაცებს ისინი მე რამეს მეტყოდნენ უარს აი წავით სხვა საიდუმლოებებს სხვა დროს გაგანდობთ ან გაგანდობთ და არა სანამ არ გამოხვალთ მანდ ჩურიდან ჩურში აღარ მინდა ჯდომა რა წავით